არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის პარტიული მედიის და ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ. ეს ადამიანები არა მხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებენ, არამედ ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც ძალაუფლებისთვის მათი ბრძოლის მთავარი ტაქტიკაა. მის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. 2 დღის წინ გვიან ღამით რადიკალური ოპოზიციის აგრესიული აქტივისტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თეა წულუკიანის სახლის წინ შეიკრიბნენ და მას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. მანამდე ერთ-ერთი ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ სხვა მუქარის შემცველ და დამამცირებელ მრავალპოსტთან ერთად სოციალური მედიით თეა წულუკიანს სიკვდილი უსურვა. ქართულ ენაში შესაძლო ყველაზე მძიმე ტერმინების გამოყენებით. NGO კარტელის ბოსები და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სულ უფრო მეტად ემსგავსება 1000 ბორცვის რადიოს ზიზღის გამაღვივებელ მედიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა 30 წლის წინ რუანდაში დატრიალებულ გენოციდში, წერს შალვა პაპუაშვილი. ამ საშიში და მასიური სიძულვილის კამპანიის პროცესში გულხვი დაფინანსებით მათ მხარს უჭერენ ის უცხოელი დონორები, რომლებიც რიტორიკულად აცხადებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რაც ყველაზე ცინიკურია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ერთგულებას. უცხოელი დიპლომატების ახალი ტენდენცია მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ესტუმრონ იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩართულები არიან ქუჩის ძალადობასა და ზიზღის კამპანიაში, კიდევ მეტად ახალისებს ამ ჯგუფებში განუკითხაობის შეგრძნებას. სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების არსებული ცუდი პრაქტიკის გულწრფელ აღიარებას არ მოყვა მსგავსი ნაბიჯები ევროპელი და ბრიტანელი დონორების მხრიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს გააგრძელონ უცხო ქვეყნების მთავრობებისათვის პოლიტიკურად ძირის გამოთხრის მანამდე არსებული პრაქტიკა, წერს პაპუაშვილი. არასამთავრობო და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღვივებისა და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის ცდილობისა. შეგახსენებთ თქვენ, რომ რა გვაყადრეს ჩვენ დონორებმა და მათმა NGO-ებმა 9 აპრილს, როდესაც გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, გადაეღობნენ მოქალაქეებს. არც ერთი დონორი დღემდე არ გამიჯნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე NGO, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახთან მივარდნა შუაღამის, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ასე შემდეგ, სხვადასხვა NGO წარმომადგენლის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვა, რომ არც ერთ დონორს რომლებიც აი ამ ორგანიზაციას აფინანსებენ, არაფრად არ აგდებენ ქართულ საზოგადოებას. არ აგდებენ იმის ღირსად, რომ ის მაინც თქვან, რომ მიუღებელია, არ შეიძლება, არასწორია. თვითონ გამონახონ სიტყვები, ხა თუ არ უნდათ, რომ თავის შექმნილ მონსტრებს რაღაც მკვახე განცხადებებით გაემიჯნონ, რბილად მაინც თქვან, რაღაცა თქვან. ერთი სიტყვა გვითხრან, გვაკადრონ, გვაღირსონ ჩვენ საზოგადოებას, რომ ამდენ ფულს რომ ხარჯავენ ამ ადამიანებში, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ ჩვენს ქვეყანაში, გვითხრან ერთი არის თუ არა ეს მათთვის მისაღები.